მოგესალმებით ყველას და დღევანდელ ვიდეოში განვიხილავთ Sennheiser-ის ყურთასმის Accentum Special Editions, ანუ SA models, რომელიც არის სპეციალურად დანგლით, რაც მე აუხსნით ცოტა მოგვიანებით თუ კონკრეტულად რაში გვჭირდება. Ну, Sennheiser-ის ზოგადად იცით რომ გერმანული კომპანია, საკმაოდ ცნობილი, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც აუდიო თემა აინტერესებს და აუდიო თემაში, ну, ალბათ ხშირად შეხვედრიათ კონცერტებზე მისი მიკროფონები, რავი, დინამიკები, საუნდბარები, ყურსასმენები, მოკლედ აუდიოს რაც ეხება თითქმის ყველაფერს აწარმოებენ და არის ძალიან გამოცდილი და მსოფლიოში ერთ-ერთი ტოპ ბრენდი გერმანული Sennheiser. და ზოგადად აი ამ ლოგოს გამოჩენა აუდიო მოყვარულები დამეთანხმებიან რომ ძალიან დიდ ემოციებს იწვევს. მოკლედ რა გვაქვს აქ? ყუთი როგორც ეკადრება ზოგადად ბრენდებს ეს არის სადა, მინიმალისტური, აბსოლუტურად არავითარი ზედმეტი გამოსახულება, არავითარი ზედმეტი ილუსტრაცია აქ არ არის. წინა მხარეს მოცემული გვაქვს, ну, გამოსახულება, დანგლი და ზოგადად რატომ ავიღეთ ეს მოდელი, ამასაც ავხსნით. Sennheiser-ის Accentum სერია იწყება, ანუ Sennheiser-ი პრემიუმ ხაზის მიმართულებას იწყებს ზუსტად Accentum სერიიდან და Accentum სერია არის მე Momentum სერია კიდე იქით ცოტა ზევით, რომელიც უფრო ძვირად ღირებული თქონა და ულტრა პრემიუმ ხაზიდან იწყება და კიდევ აქვს ძალიან ძვირად ღირებული ყურსასმენები. როგორც სტუდიური მიმართულებით, ასევე გეიმინგ მიმართულებით, ასევე მუსიკალური ინდუსტრიული მიმართულებით და მოკლედ პროფესიონალები და ასე შემდეგ უკვე ზევითაც არის ფასები. თუმცა მოდი ჩვენ ახლა შემთხვევაში მივყვეთ ამას. მისი საფაზრო ღირებულება $200-მდეა. აქციებზე შავპარასკევს $100 იყო შესაძლებელი რომ გვეყიდეთ და ვიყიდეთ და ესეთი შანსი ხელიდან არ უნდა გაგვიშვეროს საკვირველია. Accentum სერია არის ორი ტიპის, ერთი სტანდარტული კლასიკური ვერსია და მეორე სპეციალური დანგლით. დანგლი რა არის? ეს არის მოწყობილობა, რომელიც გეხმარება 2.4 ხშირეზე მიიღო უდანაკარგო, ანუ lossless აუდიო. სწორედ ეს იყო ჩემი გამოპირებელებული ფაქტორი, რითიც მე დავწყვეტე ამიღო ზუსტად. გარდა ამის ამ ყურსასმენებს აქვს იმერსიული HD ხარისხის ტექნოლოგია ჩამონტაჟებული და სწორედ ამან განაპირობა ის რომ ქონოდა უდანაკარგო ხმა Bluetooth-ით დაკავშირებისა, დანგლით დაკავშირებისას ჩვენ თქვენს ლეპტოპთან და კომპიუტერთან. და აღნიშნოს რომ დანგლი შეერთება მხოლოდ კომპიუტერთან და PC-ზე ან ლეპტოპზე მხოლოდ საჭირო რომ მიიღოს უფთა ხმა, მოგესალმებით რომ ლეპტოპიდან ის კონკრეტული კოდეკები თქვა IPTX-ის მიმართულება იქნება თუ LDAC-ის, რომელიც Sony-ს შექმნილია. ამ შემთხვევაში მობილურიდან იღებ მაღალი ხარისხის smartphone-დან იღებ მაღალი ხარისხის აუდიოს, თუმცა კომპიუტერებიდან პირდაპირ Bluetooth-ს აკავშირებ, თუ არ აქვს კონკრეტულად high-res-ის მხარდაჭერა, ძალიან ძნელია მიიღო ხმა და იქიდანაც არ მოდის სუფთა ხმა, ასე ვთქვა, დანაკარგები ყოველ ვარიანტში, იმიტომ რომ შეკუმშული წამოვა, ამიტომ შესაბამისად ეს კონკრეტული მოდელი გეხმარებათ რომ უბრალოდ უფრო უკეთესი მიიღოთ. ამიტომ შესაბამისად ეს იყო მთავარი კრიტერიუმი, რითიც განსხვავდება. გარდა ამისა, სტანდარტული უფრო ძვირი ღირდა ვიდრე ეს მოდელი, რატომღაც არ ვიცი და გასაკვირი იყო. ამიტომ შესაბამისად ავარჩიეთ ეს კონკრეტული მოდელი. მოდი ახლა გადავყვეთ ყუთის სხვა მხარესაც და უცებ დავათვალიეროთ რა ხდება, როგორ ხდება და მე უკვე გავხსნა და შევაფასოთ თუ რა დევს ყუთში და ასევე დღეს გვექნება შედარება ბიუჯეტურ, საუკეთესო ბიუჯეტურ ყურსასმენთან Anker-თან Q35-თან, რომელიც უკვე ბევრი წელია უკვე მაქვს და საკმაოდ ღირსეულად და კარგად მიმსახურა და ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავხადო, თუმცა მას დავემშვიდობები და გადავალ პრემიუმ ხარისხის ტექნიკაზე. მაკლდა ყოველ შემთხვევაში ყურსასმენებში პრემიუმ ხარისხის ტექნიკა, გვაქვს Logitech-ის გეიმინგ ყურსასმენი, რომლის მიმოხილვად ჩვენ გვქონდა ასევე ტესტიც და აქ ერთმანეთს შევადარებ, რა თქმა უნდა, გავტესტავ, გეტყვით რა განსხვავება Anker-სა და მას შორის და მოკლედ საერთოდ სრულყოფილი ესეთი მნიშვნელოვანი კარგი ვიდეო უნდა გამოგვიდეს. მანამდე გეტყვით რომ არხი გამოიწეროთ, ვიდეოს ლაიქი მიცხოთ და ეხლა წავიდით ვნახოთ გავხსნათ ყუთი, თუმცა სანამ გავხსნით, როგორც დაგბირდით, ვნახოთ რა დევს არა, როგორია უკნიდან და გვერდებიდან. მაშასე, ვიგებთ გვერდიდან რომ iPhone-ზე და iPad-ზე მუშაობს, Bluetooth-ი არის 5 და 2 და არის Qualcomm-ის IPTX მხარდაჭერა აქვს. დანარჩენი, ну, აქ ესეთი ინფორმაცია. უკანა მხარეს კარგად რომ დავაკვირდეთ, რომ IPTX HD მხარდაჭერა აქვს კოდეკებზე. მოდელის ნომერი წერია, ну, ასევე დანგლის მონაცემები წერია, ესეთი არაფერი განსაკუთრებული. აქეთ ამ მხარეს არაფერი. ზემოდან კი აწერია Sennheiser Accentum-ი და რა თქმა უნდა აწერია 2 წლიანი საგარანტიო პერიოდი და Special Edition-ი როა აი ეგეც. მოკლედ, გავხსნათ, ნახოთ, ну, მე აქვე მინდა აღვნიშნო ის თემა, რომ
ეს ყურსასმენები მჭირდებოდა და ლეპტოპისთვის, იმიტომ რომ მე ასეთი ტიპის ყურსასმენებს ვიყენებ მხოლოდ ლეპტოპთან სამუშაოდ. ეს არ დამაქვს სხვა თქვა გარემოს მოხმარებისთვის, არ მიმაქვს თვითფრინავისთვის, თუ სადმე დამჭირდება დამფრენა იქნება თუ ან მოგზაურობა, მისთვის მაქვს ბაცები, რომელსაც მუდმივად ჯიბით ვატარებ. და ამისად ეს კონკრეტული მოდელი განკუთვნილი არის მხოლოდ კომპიუტერთან ჯდომისთვის და კომპიუტერთან მოხმარებისთვის. ამიტომ მას არ აქვს ის ფუნქცია და დანიშნულება რომ გავაკეთო smartphone-ის. თუმცა smartphone-ით ჯერ რა თქმა უნდა დავანასტროიკებ, დავასეტინგებ, ანუ გავასწორებ და შემდგომ უკვე რა თქმა უნდა წავა ეს კონკრეტული მოდელი ლეპტოპზე გადაინაწილებს, რა თქმა უნდა აპლიკაციი და თავისი რომელსაც მე გადმოვწერთ. გავხსენით 5 და აი ნახეთ მეგობრებო როგორ გამოიყურება, ძალიან ლამაზია, მინდა გითხრათ ერთი შეხედვით რო შევხედოთ. ძალიან კარგად გამოიყურება, ნუ აქ გარედან გვაქვს ესეთი სტიკერები, სადაც ნახატული ანუ ხმის ან წევდამწევი, გამურთველი, ჩამრთველი და ასევე აპლიკაციის გადმოსაწერი smart control-ისთვის QR კოდი, შეგვიძლიათ გამოვწეროთ App Store-დანაც, შეგვიძლია გამოვწეროთ Play Store-დანაც. ნუ თავად ეხლა ნახეთ, აი ეს გამოიყურება ძალიან ლამაზად, არის ძალიან მსუბუქი ანკერთან შედარებით, ეხლა აი პირველი რაც ხელში მხვდება, მსუბუქია. ნახოთ აბა ბალიშები როგორი აქვს, რამდენად ურბილესი მეგობრებო. ურბილესი, აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხო, აი ნახეთ შიგნით დააკვირდით Sennheiser დაბრენდვა. ეს ანკერს არა აქვს და კიდევ ზედა ფასიანს ვიდრე ანკერია, მაგრამ აი ყურებს ბალიშები, თქვენ თუნდაც ხედავთ რომ ნამდვილად ურბილესია და კარგია. რაც შეეხება აწყობის ხარისხს, რომ ნახოთ, აწყობის ხარისხი იდეალურია, პრემიალური ხარისხის აწყობა, რა თქმა უნდა, უნებრივია. და მოდი ნახოთ, მაინც გავწყელოთ. ხო, არა. კი. მაგ აწყობაზე ჩვენ არანაირი პრობლემა არ აქვს. ნუ, ეს გასაგებია ყურსასმენები, დროებით გადავდოთ აგიდის მეორე მხარეს. კიდე რა მოყვება შიგნით, ეხლა მოდი ნახოთ. აქ უნდა იყოს წესით და რიგით. დამტენები. ხო, აქ გვაქვს ინსტრუქცია და ინსტრუქცია კი არა, აი მოზრდილი, ესეთი წიგნი, სერიოზული ის არის, მე ვკითხულობ ხოლმე, ამიტომ წავიკითხავ ამებს, გადავხედავ, კითხულობ რა გადავხედავ და თუ რამე საინტერესოა ხოლმე, მე ჩაუჯრები, იმიტომ რომ არის ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რასაც ჩვენ ყურადღებას არ ვაქცევთ და მე YouTube-ში ვიძებთ ხოლმე და ეგ არის, ეს კი დანგლი და აქ უნდა იყოს კაბელიც, ეს დანგლია და იქ უნდა იყოს კაბელი გავხსნი ახლა ამასაც. ხო, ნუ როგორც გითხარით, კაბელი, დამტენი და დანგლი, რომელიც შეერთდება ჩვენს ლეპტოპში. ეს დანგლი იშლება, შეგვიძლია USB-C პორტზეც შევაერთოთ და შეგვიძლია სტანდარტულზეც დავაერთოთ. ახლა გავტესტოთ საუნდზე. ტესტი გვექნება შემდეგი სახის, გავტესტავთ მუსიკაზე, აკუსტიკური ნაწილი მოვისმინოთ და გავტესტოთ Dolby Atmos-ის საუნდზე. ახლა აკუსტიკით ხმის ხარისხს შევამოწმებთ, რა საკვირველია და Dolby Atmos-ით უკვე იმერსიული რა ვირტუალური იმერსია, რა თქმა უნდა, სუფთა იმერსიულს ყურსასმენებში ვერ გაატარებ. ფიზიკურად რა საკვირველია, ამიტომ აქ არის ვირტუალური ეფექტები, რაც აქვს და მოკლედ მივყვეთ და ვნახოთ როგორი არის ჩვენი ყურსასმენები. ხმა დავაყენე სპეციალად 40-ზე. არ არის მაღალზე აწეული, 30-ზეც მე გავტესტე მანამდე სანამ ხამებს ჩავრთავდი ჩუმი დიალოგები, ანუ მაგათად იქ სამ მონადირეო ვიდეოებში, ოცნობრებში შედან კონკრეტული მონადირეები და ჩურჩულებენ და ასე იღებენ ესეც და ნუ რა გითხრათ, აქ არის ბრწყინვალე შესრულება, აი პირდაპირ გეუბნებით, ესეთი ტონები, ესეთი ბალანსი ხმის, ესეთი ხარისხი, ესეთი სისუფთავე აქამდე არც ერთ ყურსასმენში ეს არ მქონია. ნუ არც მქონია პრემიალური ხაზის ყურსასმენი, ესეც ვაღიაროთ. და მაგრამ რაც მქონდა ამ შემთხვევაში მეგონა რომ კარგი ქონა. ეხლა ვაპირებდი რომ მეთქი ანკერთან ბარემღა შევადრი მეთქი, მაგრამ არაფერი შედრა არ უნდა, დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ესეთი ჩუმი დიალოგების ესეთი ხარისხი ანკერს არ მოაქვს. მოდი ეხლა აკუსტიკასაც გავუშვათ.
დიდ ხანიანს ვერ copyright-ს დაგვადებს სავარაუდოდ YouTube დიდ ხანიანს ვერ გაუშვებ ამას, მაგრამ მეცდები რომ ის რაოდენობა იყოს რომ გავიგოთ. შეგახსენებთ რომ ეს არის YouTube-ის ვიდეო და არა სუფთავ თქვათ სტუდიური ხარისხის ფაილის ჩანაწერები და ნუ რა გითხრათ ხა ისეთი დაბალანსებული ხმა არის რომ და ისეთი მაღალი ხარისხის ან პრემიერული საუნდი რაც არის ზუსტად ეგ არის რა აი იგრძნობა თითოეული სიმის ჩამორტყმა თითოეული გიტარის კორპუსზე ხელის დარტყმა და ასაც ანუ ფაქტურად არ არსებობს საუნდი რაც ხა დაწყისში იყო რომ არ აღიქვას არის ფანტასტიკური ჟღერადობა, ეგეთი მაგარი ჟღერადობა, ანკერს დაგდათ არა ხა აქ რო ავიღო ხა ეს ბოიხს და ანკერი გავიკეთო ჩემი მხრიდან იქნება ძალიან დიდი უპატივცემულობა ჯერ საკუთარი თავის რომ ეს გავაკეთო, ვაკადრო ამ ყურსასმენებს და მე კიდევ ამ ბრენდთან იქნება, ანუ ამეკრძალოს საერთოდ ამ ბრენდის მოხმარება მაშინ, აი დღე და ღამესავით განსხვავება, დღე და ღამესავით არის განსხვავება იმ ხარისხს, რასაც ვიღებდი საუკეთესო ბიუჯეტური ყურსასმენიდან სოფლიოში, რაც არის დღეს ანკერის Q35 სერია, ეს უკვე პრემიალური ხაზია, იმიტომაც ღირს $200-მდე ეს რეალური ღირებულება და შესაბამისად ძალიან გამიმართლა რომ კონკრეტულად ეს მოდელი ვიყიდე და ანგლიანი, იმიტომ რომ ამას კიდე თხილგონებით ქონდა და ანგლის გარეშეც, მაგრამ და ანგლით მიერთებით, როგორც ჯეკზე მიაერთო და ისეთი ეფექტი აქვს რა. უდანაკარგო ლოსლეს ხმა მოდის და ეს YouTube-დანზეც იგრძნობა და ეხლა წარმოიდგინეთ მე Dolby Atmos-ის იმას გავატარებ ფაილს და მე თვითონაც დარწმუნებული ვარ იქ უკეთესი შედეგი იქნება სუფთა Atmos ფაილია. მოდი ცოტაც მოусმინოთ და გავაგზავნოთ. მეტყველების უნარი დავკარგე, რა უნდა გააკეთო კომენტარი, როცა იდეალურს უსმენ ყველაფერს რა. აუ, არა. აი კიდე უფრო ვწმუნდები აი ამ შენაძენით, რომ ტექნიკაში პრემიუმ ხარისხის რაც გაქვს და რაშიც ფულს იხდი, იღებ ძალიან დიდ სიამოვნებას, ძალიან მაღალი დონის კაიფს და მოკლედ ღირს რა, რომ რაღაცა პატარ-პატარა ბიუჯეტურების თავი დაანებოს კაცმა. თუ უყვარს და უნდა რა თქმა უნდა ხა ყველაფერი მაინც ჯიბეზია, მაგრამ თუ ხელი მიგიწვდება და შეგიძლია მოთმინების უნარი და რაღაც შემოსავალი დაამატო და რაღაც ჯობია მოითმინო და იყიდო წესიერი აპარატურა და გქონდეს საუნდში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ ვწუნდები. ANC-ს რაც შეეხება, აქ 50 საათზე მუშაობს, ანუ ხმის ჩახშობის რეჟიმზე. ეს ძალიან კარგია. მაგრამ ANC ისეთი ხარისხიანი ამას ვერ აქვს. კარგია, არ მომფრო ცუდი არის, მაგრამ აი Sony-ზეც მოსინჯული მაქვს მე-4 სერიის და ის ვაფშე წინვალი, ანუ ფაქტურად გთიშავს გარე სამყაროდან და ხარ და აქ ეგრე არ არის ეს. მაგრამ ნუ ANC ჩემთვის თავარი არ არის, საერთოდ არ ვიყენებდი, ანკერზეც მქონდა ეს, ჩემთვის თავარი არის ხმის ხარისხი და აი აქ ანკერი კი არა, ძალიან ბევრი სხვა ბრენდი დაუდგეს Sennheiser-ს. ეხლა გავუშვათ Dolby Atmos-ის ტესტი, აბა წავედით. ბასი ძალიან მაგარი ბასი აქვს. ძალიან მაგარი ბასი. იმერსიული ეფექტები ძალიან კარგია. ძალიან კარგია. ეს Logitech-ი რაც მაქვს, გეიმინგი იმაზე უკეთესად ასრულებს ამას. ცალსახად უკეთესია.
გადამიფრინდა თავზე როგორც უნდა იყოს. ხო, აქ რაც შეეხება ხა ბასი ადგილზეა, კარგია. რამის ტექშენ ვიდეოს ჩავთოთ, ხო იმერსიული ეფექტები რაც იყო, კარგია. სათითაო დეტალის მისხმის, აი სათითაო. ეხლა Logitech-ს ბევრად ჯობია ასახად. ნუ Logitech-ი $200-იანი 200 მენი მაქვს. გეიმინგია მაინც და ეგრეთ წოდებული ატმოსფეროს ეფექტებით რა თქმა უნდა, მაგრამ იმას უშუალოდ ანუ გეიმინგის სიძლიერე რაც არის, ჩვეულებრივ 200 მენებში ანუ ის ბასი და რაღაც, ნუ ეხლა არ არის პრემიალური და რა თქმა უნდა ეს პრემიალური რო აჯობებს აგასაკური არ არის, მაგრამ ერთად აღებულს ანკერს და Logitech-ის G series რაც მაქვს, ერთად ჯობია აღებულს ცალსაღად და ერთი თავით კი არა, ბევრი თავით. გარსხმის დამუშავება იგრძნობა რა, ეს გარსხმა იგრძნობა. ძალიან კარგია, ეს მიხარია, იმიტომ რომ ეს ფილმებზეც გამოდგება. და ეს 3D ეფექტები აქ ძალიან მაგარი რა. ეხლა მე დანგლის გარეშეც გავტესტე, იქაც ბრწყინვალე ანუ დიალოგებს ხარისხი, მაგრამ ეგეთი მაგარი ბასი და ეგეთი მაგარი ის არ მოდის რა, იმერსიული არა, აქ ეგრეთ ეწრავ დანგთან ერთად უნდა იყოს ეს ეფექტები და აქაც აღათებია. დაო, აი. და ეს 3D გადანაწილება უბრალოდ მომაკვდინებელი. ტანში მე მაჟრიალებს ისეთი სასიამოვნო ხმა მომდის. უიმედე და მოკლე შეფასება რო გავაკეთოთ. პირველი ის რომ იგრძნობა რომ პრემიალური ხარისხის 200 მენია და რაც არის უბრალოდ ამის გრძნობ და ყველაზე მაგარი მომენტი ეგ არის. მე რომ მკითხოთ და ზოგადად კიდევ ერთხელ გეუბნებით რომ პრემიუმ ხარისხის ხმაში ყოველ შემთხვევაში ხმაში პრემიუმ ხარისხის კონტენტის მოსმენა არის სადაც დედამიწასა სხვაობა ვიდრე უსმენ თქვათ არა პრემიუმ ხარისხის გაჯეტებით. მოკლედ, ვისაც გაქვთ შესაძლებლობა რომ გადაიხადოთ ძვირიც არ ღირდა, ანუ $100 ხა $80 როცა Q45 უნდა იყიდო ანკერის $90. მე გირჩევდით რომ დაგემატებინათ კიდე და გეყიდათ ფასტაკლებაზე აი ეს კონკრეტული მოდელი და გექნებათ მაგანკერებზე 100-ჯერ უკეთესი საუნდი. ძალიან კარგი შენაძენი არის. ძალიან კარგია რომ საახალწლო საჩუქარიც გამომივიდა საკუთარი თავისთვის. რა შეიძლება ითქვას ახლა როგორ შეიძლება რომ ვიჯდე და ახლა აი იმდენად მაგარია რომ ემოციებიც არ მაქვს. აი კომენტარი არ ჭირდება, ეს არის საუნდი, რომელსაც უბრალოდ უნდა უსმინო, რომელთაც უბრალოდ უნდა დაატკბე, შეიგრძნო, რას ნიშნავს, გქონდეს საუკეთესო და აი ეს შეგრძნებები, აი რაც შეიძლება მინდა რომ დიდხანს გავიხანგრძლივო და რაღაცა, აი ხო ხდებით იმდენად მაგარი სიამოვნებაა, რომ აი რო არ დაგინდა რომ დამთავრდეს რა, ესეთი кайფია. $200 მიცემა რეალურად გინდა Sony-ისთვის, გინდა Sennheiser-ისთვის, დინამისთვის ღირს რომ თქვენ
აბსოლუტურად სხვა სამყარო, სხვა galaktika გაგახსნებათ ხმაში, აუდიოში. მოკლედ, საუკეთესო შენაძენია, ფასი ხარისხთან მიმართებაში რომ შევადარო, ჩემთვის მაგალითად არის იდეალური შენაძენი, ტოპ შენაძენია. ჩემო შენაძენმა გაამართლა 1000%-ით. რა გითხრათ ახლა სიტყვები არ მაქვს აღსაწერად თუ რას ნიშნავს და მით უმეტეს როდესაც მაქვს იმის გამოცდილება რომ დაბალი ხარისხის ყურსასმენებიდან გადავიდე მაღალ ხარისხს და ჩემთვის ეს სხვაობა კიდევ უფრო შესამჩნევია. ამიტომ ვისაც გინდათ რომ გქონდეთ კარგი ყურსასმენი და ძალიან ბევრს დახარჯოთ არ გინდათ და იწყება არის ეს ყურსასმენი. დაუდარაჯდით Amazon-ზე, იყიდება მშვენიერი გადასარევი და ისე ამოვნეთ. მოკლედ, მადლობა რომ გიყურებდით. დროებით მომავალ ვიდეომდე და მე კიდევ ვეცდები რომ უფრო და უფრო მეტი კარგი ვიდეო შემოგთავაზოთ და უფრო და უფრო მეტი პროდუქტის განხილვაც გადავიღოთ.